ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1950 წლის 21 იანვარია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ლენინის ორდენოსანი ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზში დღეს გაიმართება ვლადიმერ ილიაძე ლენინის გარდაცვალების 26 წლის თავისადმი მიძღვნილი საზეიმო სამგლოვიარო სხდომა. სხდომა გაიხსნება საღამოს 8 საათზე და მას დაესწრებიან რესპუბლიკის პარტიული და სამთავრობო ხელმძღვანელები, მუშათა კლასისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები. სხდომის შემდეგ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის კოლექტივი დამსწრედ უჩვენებს ისტორიულ რევოლუციურ ეპოპეას 1917 წელი. სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ახალი საცალფეხო ხიდის მშენებლობა თბილისის სადგურზე. ეს ხიდი უმოკლესი გზით დააკავშირებს სადგურის მოედანს ქალაქის ერთ-ერთ დიდ სამრეწველო რაიონთან, ლენინის რაიონთან. ხიდს ექნება ადვილად მისადგომი ტერასებიანი ფართო კიბეები და თავისი არქიტექტურული გაფორმებით ამ უბნის მშვენება გახდება. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ლენინის ორდენოსან ოპერისა და ბალეტის თეატრში ნაჩვენები იქნება დავით თორაძის ახალი ბალეტი გორდა. სპექტაკლის დადგმა ეკუთვნის სტალინური პრემიის ლაურეატს საქართველოს სახალხო არტისტს ვახტანგ ჭაბუკიანს. მხატვრული გაფორმება ფარნაოზ ლაბიაშვილს. სპექტაკლში მონაწილეობენ სტალინური პრემიის ლაურეატი საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ ჭაბუკიანი, სტალინური პრემიის ლაურეატი საქართველოს დამსახურებული არტისტი ზურაბ გიგალეიშვილი, სტალინური პრემიის ლაურეატი ვერა ციგნაძე და სხვები. საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული კულტურულ საგანმანათლებელ საქმეთა კომიტეტის გადაწყვეტილებით ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩირგვეთში გაიხსნა გამოჩენილი ქართველი მწერლის ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი. აქ წარმოდგენილია ეგნატე ნინოშვილის კალიგრაფიის ორიგინალები და ფოტოპირები. მის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული ფოტოები, გამოცემები და ნახატები. განსაკუთრებით შტამბეჭდავია მხატვარ ჩირანაშვილის ნახატი. სოწო ჯუღაშვილი ამხანაგებს უამბობს ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა გოგია უიშვილის შინაარსს. ეგნატე ნინოშვილის მუზეუმის მოწყობის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა ლანჩხუთის რაიონის ხელმძღვანელობამ, პარტიულმა და საბჭოთა ორგანოებმა. გადმოიცემოდა 1950 წლის 21 იანვრის უკანასკნელი ცნობები.